Welcome to Geo Road Mania. მოგესალმებით Geo Road Mania-ს არხზე. დღეს ჩვენი განხილვის მთავარი გმირია ავტომობილი, რომელიც ბევრში არაერთგვაროვან ემოციას იწვევს. ეს არის Jeep Renegade. ერთი შეხედვით ის შეიძლება საყვარელ ქალაქის კროსოვერად მოგეჩვენოთ, თუმცა ნუ მოტყუვდებით. მის ვიზუალში ლეგენდარული ვილისის გენები იმალება. დღეს ჩვენ დეტალურად გავივლით მის ისტორიას, ტექნიკურ მახასიათებლებს და რაც მთავარია, ვნახავთ რამდენად რეალურია მისი ჯიპობა რთულ პირობებში. თუ თქვენ ამ მოდელის ყიდვას აპირებთ, ეს ვიდეო თქვენთვისაა. ისტორია, პლატფორმა და დიზაინი. Jeep Renegade-ის ისტორია 2014 წლიდან იწყება. ეს იყო ბრენდის პირველი სერიოზული მცდელობა, შეეღწია კომპაქტური SUV-ების ბაზარზე. საინტერესოა ის ფაქტი, რომ Renegade იტალიაში, ქალაქ მელფიში იწყობა და იზიარებს საერთო პლატფორმას Fiat 500X-თან. თუმცა დიზაინერებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მას იტალიური კი არა, ამერიკული ხასიათი ქონოდა. დააკვირდით მის ფორმებს: კვადრატული თაღები, 7-ზოლიანი წინა ცხაური და უკანა ფარები, რომელთა დიზაინიც ძველი სამხედრო საწვავის კანისტრების ფორმითაა შთაგონებული. ეს ავტომობილი სავსეა ეგრეთ წოდებული Easter egg-ებით, პატარა სიმბოლოებით, რომლებიც სალონისა და ძარის სხვადასხვა კუთხეშია დამალული. ავების არჩევანი და მათი რესურსი. მოდით გადავიდეთ კაპოტის ქვეშ. საქართველოში ძირითადად ორი ვარიანტი გვხვდება. პირველი 1.4 ლიტრიანი multi-air ტურბოძრავი. ის 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და საკმაოდ მგრძნობიარია ზეთის ხარისხის მიმართ. მეორე და უფრო პოპულარული არჩევანია 2.4 ლიტრიანი Tiger Shark ატმოსფერული ძრავი, რომელიც 180 ცხენის ძალას და 227 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გვთავაზობს. 2.4 ძრავი უფრო მარტივი კონსტრუქციისაა, თუმცა მფლობელებმა უნდა იცოდეთ. ამ ძრავს ახასიათებს ზეთის მოხმარება, განსაკუთრებით მაღალ ბრუნებზე. ამიტომ ყოველ 2-300 კილომეტრზე ზეთის დონის შემოცმება აუცილებელი რიტუალია, რათა თავიდან აიცილოთ სერიოზული დაზიანება. 9 სიჩქარიანი ტრანსმისია. რა უნდა ვიცოდეთ? ტრანსმისია აქ ნამდვილად განსაკუთრებულია. ეს არის ZF-ის 9 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი. მისი მთავარი დანიშნულება საწვავის ეკონომიაა მაგისტრალზე, სადაც მე-9 სიჩქარე ბრუნებს მინიმუმამდე დაჰყავს. თუმცა პირველი წლების მოდელებში 2015-2016 კოლოფი ხშირად ფიქრობდა ან უხეშად გადართავდა. თუ ყიდვას აპირებთ, აუცილებლად შეამოწმეთ, არის თუ არა განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა. გახსოვდეთ, რომ ეს კოლოფი მოითხოვს სპეციფიკურ მოვლას. ზეთის შეცვლა რეკომენდებულია 80,000 კილომეტრზე, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებელი მას ზოგჯერ უვადოს უწოდებს. 4x4 სისტემის სიღრმისეული ანალიზი. ახლა კი მთავარი გამავლობა. Renegade იყენებს Jeep Active Drive სისტემას. სტანდარტულ პირობებში ის წინაწამყვანია, რაც საწვავს ზოგავს, მაგრამ როგორც კი წინათვლები მოცურდება, უკანა ხიდი მყისიერად ერთვება. Trailhawk ვერსიაში კი გვხვდება Active Drive Low. ეს არ არის კლასიკური დამატებითი გადაცემათა კოლოფი, რაც დადგა, არამედ ეს არის ძალიან მოკლე პირველი სიჩქარე, რომელიც 20-1 გადაცემის რიცხვს უზრუნველყოფს. Select Terrain სისტემა საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რეჟიმები: თოვლი, ქვიშა, ტალახი და ექსკლუზიურად Trailhawk-ისთვის Rock, ანუ ქვებზე სიარულის რეჟიმი. ეს უკანასკნელი ბლოკავს ცენტრალურ დიფერენციალს და მაქსიმალურად ანაწილებს ძალას ყველა თვალზე. Trailhawk-ის უპირატესობები და off-road შესაძლებლობები. თუ თქვენი მიზანი უგზოობაა, სხვა კომპლექტაციას ნუ შეხედავთ. მხოლოდ Trailhawk. მას აქვს 210 მმ-იანი კლირენსი, რაც 2 სანტიმეტრით მეტია სტანდარტულზე. ასევე მისი წინა და უკანა ბამპერები შეკვეთილია ისე, რომ კონდეს საუკეთესო შესვლისა და გამოსვლის კუთხეები. Approach 30 გრადუსი, Departure 34 გრადუსი. ქვემოდან მთელი აგრეგატები დაცულია სქელი ლითონის ფირფიტებით. მოკლე ბაზის წყალობით Renegade-ს შეუძლია გადალახოს ისეთი რელიეფი, სადაც გრძელი ავტომობილები მუცლით დაჯდებოდნენ. ქალაქის ცხოვრება და სალონის ერგონომიკა. როგორია ის ქალაქში? პასუხი მარტივია. ძალიან კომფორტული. მისი ზომები საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ ვიწრო ადგილას დაპარკინგდეთ. სალონში ხედვა იდეალურია, გარდა უკანა სვეტებისა, რაც ბრმა ზონებს ქმნის. მასალების ხარისხი საშუალოა,
თუმცა დიზაინი იმდენად საინტერესოა, რომ პლასმასის სიხისტეს ყურადღებას არ აქცევთ. მულტიმედიის სისტემა U-Connect ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელია. მთავარი მინუსი საბარგულია, ის მხოლოდ 350 ლიტრია, რაც კლასში ერთ-ერთი ყველაზე მცირე მაჩვენებელია. მოვლა ზეთები და ექსპლუატაცია. გადავიდეთ პრაქტიკულ რჩევებზე. 2.4 ძრავში უნდა ჩაასხათ მხოლოდ 0W20 სინთეტიკური ზეთი, რომელიც აკმაყოფილებს MS3915 სტანდარტს. შეცვლის ინტერვალი საქართველოში 8000 კილომეტრი. რაც შეეხება საბურავებს, ოპტიმალური ზომა ტრეილ ჰოკისთვის არის 215, 65, R17. თუ უფრო აგრესიულ ვიზუალს ეძებთ, ბევრი მფლობელი აყენებს 225, 65, R17-ს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება საჭის სრულად აღებისას მცირე შეხება გამოიწვიოს თაღთან. პლუსები და მინუსები. მოდით შევაჯამოთ ყველაფერი. პლუსები. უნიკალური დიზაინი, საუკეთესო გამოვლობა თავის კლასში, კომპაქტურობა და 3x4 სისტემის მრავალფეროვნება. მინუსები. მცირე საბარგული, ძრავის მიერ ზეთის მოხმარება და ტრანსმისიის ზოგჯერ არაპროგნოზირებადი ქცევა. საბოლოო ჯამში, Jeep Renegade არის მათთვის, ვისაც უნდა კონდეს ერთი ავტომობილი სამსახურისთვისაც და შაბათ-კვირას მთაში თავგადასავლებისთვისაც. ის არ არის იდეალური, მაგრამ ნამდვილად აქვს სული. და ბოლოს, რა ჯდება ეს სიამონება? საქართველოში ფასები საკმაოდ მერყევია. თუ გსურთ ადგილზე ყიდვა, 2015-2016 წლიანი მოდელები საშუალო მდგომარეობაში იწყება $7,500 და ადის $9,000-მდე. უფრო ახალი 2017-2018 წლიანი რესტაილინგები დაახლოებით $10,000-11,500 ფარგლებში მერყეობს. Trailhawk ვერსიები, როგორც წესი, $500,000-ით ძვირია ჩვეულებრივ მოდელებზე. მაგრამ რა ხდება თუ ამერიკიდან ჩამოყვანა გინდათ? აქე მათემატიკა ასეთია. აუქციონზე მცირე დაზიანებით, მაგალითად ბამპერი ან ფრთა, 2016-2017 წლის მანქანის ყიდვა შესაძლებელია $2,500-3,500. ამას ემატება ტრანსპორტირება დაახლოებით $1,800, განბაჟება, რომელიც 2017-2018 წლიანებზე ყველაზე იაფია და შეკეთება. ჯამში, კარგი Trailhawk-ის ჩამოყვანა და გამართვა შეიძლება დაგიჯდეთ $7,500-8,500, რაც ადგილობრივ ფასთან შედარებით დაახლოებით $1,500-2,000 ეკონომიას ნიშნავს. თუმცა გახსოვდეთ, რომ ჩამოყვანას დრო და ნერვები სჭირდება. მადლობა, რომ ბოლომდე გვიყურეთ. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და კომენტარებში დაწერეთ, თქვენ რომელს აირჩევდით, Renegades თუ მის კონკურენტებს. მე კი მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით. ეს Geo Road Mania იყო. აბა ჰე!